ზუსტად ვიცი, რომ ეს ბინა მოგეწონებათ, იყიდება საბურთალოზე, ნახეთ რა სილამაზეა. პირველ რიგში მაგიდადას კამსაღუნიშნავ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ეფექტი აქვს ჩემთვის ამას თავის ჭაღთან ერთად. ეხლა კი გაჩვენებთ სამზარეულოს, რომელიც არის გადაწყვეტილი მწვანე ფერში. ძალიან ლამაზია ყველაფერი, ჩაშენებული არის, რა თქმა უნდა, ტექნიკა, იგივე მაცივარი, აქვე გვხვდება ელექტროლუქსის საცხობი, რა თქმა უნდა, ჭურჭლის არწყი მანქანაც გვაქვს და აქვე აი ამ კუთხეზეც გავამახვილებდი ყურადღებას, სადაც მე პირადად აუცილებლად ყავის აპარატს დავდგავდი. სივრცე არის საკმაოდ დიდი, 87 კვადრატულ მეტრში გვაქვს გადანაწილება ორი საძინებლის, ერთი სველი წერტილის და კიდევ ერთი სველი წერტილის, რომელიც არის საგარდიробე სამრეცხაო სივრცე. აქ კი საკმაოდ დიდი ფართობია იმისათვის, რომ ადამიანმა მოისვენოს. კონდიციონერი არის დამონტაჟებული და ბინა იყიდება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში თქვენ ხედავთ. არის მზიანი. აქ ესე გავიხედოთ, მდებარეობა რო აღქვათ, ვიმყოფები ჩენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე კომპლექსში და სხვათა შორის ახალი ხიდი არის ძალიან ახლოს. არ გესწავლებათ, კარგად იცით უკვე ჩემმა გამომწერებმა ეს კომპლექსი თავისი რეკრეაციული ზონით და მათი ბენეფიტებით. ეხლა კი გაჩვენებთ ბინას, რომელიც ზუსტად ანალოგია არის იმ ბინის, სადღაც 18 საათში რომ გაიყიდა. ეხლა საძინებელ ოთახს შევხედოთ. ძალიან ლამაზია და უერთდება ასევე აივანს. ყველა დეტალს მინდა რომ დააკვირდეთ და ვიდეოც შეინახოთ, იმიტომ რომ მომავალში თუ ამ ბინას ვერ შეიძენთ საკუთარი ბინა რო გექნებათ და რო გაარემონტოთ, აუცილებლად აიღოთ დეტალები. ეს კი უკვე მეორე საძინებელი. ვფიქრობ, რომ მწვანე ფერი ზოგადად ჩვენზე ძალიან კარგად მოქმედებს და ჩვენ განწყობასაც ამაღლებს, შესაბამისად მივემხრობი იმას, რომ მეტი მწვანე ფერი გამოვიყენოთ ინტერიერში. აქ კი გვაქვს სველი წერტილი, ასევე თეთრში არის გადაწყვეტილი, თეთრი და ფრაგმენტები გვხვდება მწვანე. ეხლა კი შემოსასვლელი სივრცე ვნახოთ. სარკე, რომელიც ასევე აუცილებელია, უზარმაზარი სათავსო, კარადა და აქ გვაქვს ესეთი ოთახი, საგარდიробე. მოკლედ, დეტალური ინფორმაციისთვის აუცილებლად უნდა დამეკავშირდეთ. ძალიან სწრაფად უნდა დამეკავშირდეთ, იმიტომ რომ ამ ბინას არავინ არ დატოვებს. შესაბამისად, გელოდებით პირად შეტყობინებებში. დროებით.